საღამომშვიდობისა გადაცემას ვიწყებ მსოფლიოსთვის იმედის მომცემი ამბით. ვაქცინა, რომელმაც ჩვენი სიცოცხლე უნდა იხსნას და პანდემია დაასრულოს, თითქმის მზად არის. იმედის კვირა იმყოფებოდა ევროპაში ვაქცინის წარმოების ორ მთავარ ცენტრში. გერმანიაში ქალაქ მაინცში ექსკლუზიურად BioNTech-ის აღმასრულებელ ხელმძღვანელთან, ვაქცინის შემქმნელთან სასაუბროთ და Pfizer-ის ევროპის ყველაზე დიდ საწარმოში, საიდანაც საუკეთესო სცენარით ვაქცინა საქართველომდეც უნდა მოვიდეს. Pfizer-ი BioNTech-ის ვაქცინის მოხმარება მსოფლიოში პირველად მომავალი კვირიდან დიდი ბრიტანეთიდან დაიწყება. გაერთიანებულმა სამეფომ ყველას დაასწრო და სხვათა შორის გადამეტებული სიჩქარისთვის ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირიდან კრიტიკა მიიღო. ამის მიუხედავად ვაქცინაციას პირდაპირ ეთერში გეგმავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი. დიდი ბრიტანეთის შემდეგ მეორე ქვეყანა ბაჰრეინია, სადაც Pfizer-ი BioNTech-ი დაამტკიცეს. კლინიკური კვლევების მესამე ეტაპზე მყოფი ვაქცინებიდან Pfizer-ი პირველი იყო, ვინც განცხადება გააკეთა და 12 დღით დაასწრო ამერიკულ მოდერნას. შესაბამისად, ავტორიზაციაზეც პირველი პასუხი ევროპიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან Pfizer-ის შემქმნელს მიუვა. ქეთევან ქარდავა გვერდება პირდაპირ ეთერში, სწორედ მან ჩაწერა Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის მამასთან ექსკლუზიური ინტერვიუ. ქეთი, ღამემშვიდობის, ახლა მთელი საქართველო ელოდება შენგან დამაიმედებელ ამბავს. საღამომშვიდობის ირაკლი, მივესალმები ჩვენს მაყურებელს და მინდა ყველას გადაუხადო ძალიან დიდი მადლობა. დიდი ინტერესი მოყვა იმედის კვირის ანონს და სიამოვნებით წარმოგიდგენთ სიუჟეტს, რაც ვნახეთ და გავიგეთ მომავალი ვაქცინის შესახებ, რომელმაც უნდა ძალიან დიდი წვლილი ითამაშოს პანდემიის დასრულებაში და გადაარჩინოს ჩვენი სიცოცხლე. ძალიან ბევრი კითხვა და ეს ბუნებრივია მომავალ ვაქცინასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენა ექნება ვაქცინას, მაგალითად 2 წლის შემდეგ როგორი იქნება გვერდითი მოვლენები. ეს ბუნებრივია, ვინაიდან არ არის ჯერ გასული იმდენი დრო, რომ ზუსტად ვიცოდეთ რა იქნება მომავალ წელს ან 2 წლის შემდეგ. მაგრამ იმ სააგენტოში, ემაში, სადაც უნდა მწვანე ან წითელი შუქი აუნთონ მომავალ ვაქცინას, ამბობენ, რომ უსაფრთხოებასთან არ წავლენ კომპრომისზე. ჩვენ გიჩვენებთ მაინც და ასევე პურს, ირაკლი, სადაც რისკის ქვეშ არის უკვე რამდენიმე თვეა დაწყებული ვაქცინის წარმოება. მაინცში არის, როგორც ამბობენ, ვაქცინის ტვინი. იქ გვითხრეს, რომ ვაქცინა არ არის ჯადოსნური ჯოხი, მაგრამ შესაძლებელია, რომ კორონავირუსი დამარცხდეს. ქეთ, საინტერესოა, Pfizer-ის შემქმნელთან ინტერვიუ როცა ჩაწერე, ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი კითხვა დაუსვი შენ, რამაც მისი გაკვირვება გამოიწვია, იმიტომ რომ ძალიან დიდია ხო ინტერესი მის მიმართ და მსოფლიო პრესის ფურცლებზე თუ წამყვან ტელეეთერებში ის პირდაპირ ეთერში არის. კითხვა პირველად დასვი შენ. თუ შეგიძლია ჩვენს ტელემაყურებელსაც გააცნო და გითხრა რა იყო პასუხი. მე დავუსვი კითხვა ვაქცინის შემქმნელს, ძალიან მაინტერესებდა პირადად და აქამდე ვერ მოვისმინე პასუხი, ამიტომ პირადად გადავწყვიტე, რადგან მქონდა ამის შესაძლებლობა. მეკითხა, თუ როდის აიცრება ის ან არის თუ არა აცრილი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ანტივაქსერების რაოდენობა მსოფლიოში ძალიან ბევრია და ამიტომ ყველა ნიუანს აქვს მნიშვნელობა იმისათვის, რომ ამ კორონავირუსს გავუმკლავდეთ და დავამარცხოთ. გვითხრა ჩვენ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შემქმნელმა, რომ ის რამდენიმე კვირაში აუცილებლად დაიცრება და იგივე სურჩევს სხვებსაც. გერმანული ქალაქი მაინცი, ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ი, Gold Grubes, ანუ ოქროს მაღაროს ქუჩის 12 ნომერში ოქროს ნემსის შექმნა COVID პანდემიის გამოცხადებამდე 1 თვით ადრე დაიწყო. თურქული წარმოშობის გერმანელი პროფესორი უგურ საჰინი მეუღლესთან, BioNTech-ის მთავარ სამედიცინო ოფიცერთან და 500 კაციან ჯგუფთან ერთად ამ ოფისში ისტორიული მისიის განხორციელებას შეუდგა. პროექტს სიმბოლურად სინათლის სიჩქარე უწოდა. აპრილიდან ამერიკულ ფარმაცევტულ კორპორაციასთან, Pfizer-თან თანამშრომლობამ და 185 მილიონმა ამერიკულმა დოლარმა კლინიკური კვლევების დაწყების შესაძლებლობა მისცა. ევროპის საინვესტიციო ბანკიდან და გერმანიის მთავრობისგან 475 მილიონი ევრო მიიღო. რეკორდულად მცირე დროში 10 თვეში Pfizer-BioNTech-მა კანდიდატ
ვაქცინა წარმოადგინა სახელწოდებით BNT-162-B2. ვაქცინის შექმნისთვის რბოლაში Pfizer-BioNTech-ი პირველი გახდა, ვინც კლინიკური კვლევების მესამე ფაზაზე თქვა, რომ ვაქცინის ეფექტიანობა 95%-ს შეადგენს. BioNTech-ის ექსპერტი გვიხსნის, რას ეფუძნება ეს მაჩვენებელი. კვლევაში მონაწილეობს 85 წლამდე ასაკის 42,000 მოხალისე. ნახევარმა მიიღო ექსპერიმენტული ვაქცინა და ნახევარმა პლაცებო. COVID-19 დაინფიცირდა 170 ადამიანი. მათგან მხოლოდ 8 იყო ვაქცინის ჯგუფიდან და ერთს ჰქონდა ვირუსი მძიმე ფორმებში. 162 პლაცებოდან დაინფიცირდა. 9 მოხალისეს ვირუსი მძიმე ფორმებში ჰქონდა. დაახლოებით 5% დაინფიცირდა მოხალისეთა ჯგუფიდან, ვინც ვაქცინა მიიღო. მოხალისეთა შორის იყვნენ დიაბეტით, სიმსივნით, B, C, ჰეპატიტით დაავადებული ადამიანები და HIV ინფიცირებულები. 65 წელს ზევით ეფექტიანობა 94% იყო. ეს mRNA-ის ტექნოლოგიით შექმნილი პირველი ვაქცინაა, რომელიც ვირუსის გენეტიკურ კოდს იყენებს იმისათვის, რომ იმუნურ სისტემას კორონავირუსთან საბრძოლველად ანტისხეულების გამომუშავება ასწავლოს. ვაქცინა აშშ-სა და ევროპაში გამოცდას თუ ჩააბარებს, თურქეთიდან მშობლებთან ერთად გერმანიაში 4 წლის ასაკში ჩასული უგური 2020 წლის უკონკურენტო გმირი იქნება და სავარაუდოდ მომავალი ნობელიანტიც. 55 წლის პროფესორის ქონება უკვე 5 მილიარდ 100 მილიონს შეადგენს. საჰირი ამ კვირაში პლანეტის 500 ყველაზე მდიდარ ადამიანთა კლუბს შეუერთდა და გერმანიაში 100 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორისაა. იმედის კვირასთან ექსკლუზიური ინტერვიუსთვის BioNTech-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ეზოში დაგვიბარა. საუბრისას პროფესორმა თავად პირბადე მოიხსნა და ჩვენ დისტანციის დაცვისკენ მიგვითითა. პირველ რიგში გილოცავთ ამ შედეგს. თქვენი წარმატება ჩვენს ჯანმრთელობას ნიშნავს. რას ეტყოდით მილიონობით ადამიანს, ვინც BioNTech-ის ვაქცინას ელოდება, როგორც შანსს. მსხვერპლი დიდია, ყველა ვჩქარობთ. ჩვენ დაწყებული გვაქვს ზუსტად ამიტომ ვაქცინაციის წარმოება და ვაცხარებთ, რომ 50 მილიონი დოზა არის 2020 წელს კომპანიის შესაძლებლობის მაქსიმუმი. 2020 წლის ბოლომდე ძალიან ცოტაა დარჩენილი. ვაქცინის მნიშვნელოვანი ნაწილი მზად გვაქვს. მოხარულები ვართ, რომ შეკვეთა გავაგზავნეთ დიდ ბრიტანეთში და კორონავირუსისგან დამცავ პირველ დოზას ისინი, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება, შეძლებენ ორშაბათიდან მიიღონ. ველოდებით ევროპულ სააგენტოს EMA-ს მიერ ავტორიზაციის მიღებას არაუგვიანეს 29 დეკემბრამდე. და ყველა ნაბიჯი გათვლილია, რომ იმ დღესვე დავიწყოთ ევროკავშირის ქვეყნებში დისტრიბუცია. ევროპისთვის უსაფრთხო ვაქცინა დარეზერვებულია. 2021 წელს 1,300,000-ზე მეტი დოზის დამზადებას შევძლებთ. ანუ ეს ნიშნავს, რომ ვაქცინა მოგწვდებათ, მაგრამ ჩვენ მოგიწოდებთ იყოთ ძალიან ფრთხილად. ეს ნიშნავს ატაროთ პირბადე და არ დაგავიწყდეთ დისტანციის დაცვა. მანამდე ვიდრე ყველა არ აიცრება. ანუ წესები მაინც უნდა დარჩეს. დიახ, ეს წესები რჩება. შეზღუდვების მოხსნა შესაძლებელია დაიწყოს ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან 28 დღის შემდეგ. თქვენი გათვლით, როდის დავუბრუნდებით ცხოვრების COVID-19-მდე პირობებს? თუ ყველა დაკისრებულ მოვალეობას 10-იანზე შევასრულებთ, მაშინ ეს მოხდება მომავალი წლის გვიან გაზაფხულიდან, ალბათ უფრო შემოდგომაზე. რას გვეტყვით გვერდით მოვლენებსა და გრძელვადიან იმუნიტეტზე? პაციენტებს აღენიშნებოდათ თავის ტკივილი, 2-3 დღეს ტკიოდათ ნანემსარი. ნაწილს ჰქონდა 2 დღე სიცხე. იმუნიტეტზე ჯერ ვერ გეტყვით. დაკვირვება გრძელდება. ჯერ არ ვიცით, თვეები ან 1 წელი დაცული უნდა იყოთ. თქვენ თუ ხართ უკვე აცრილი? აუცილებლად გავიკეთებ ვაქცინას, როგორც კი ამის ნებართვას ოფიციალურად მივიღებ. უგურ საჰინის გუნდს ჯერ არ უთქვამს. პირველი, ინფიცირებული ადამიანი იქნება თუ არა გადამდები. მეორე, ორსულები და 16 წელს ქვემოთ ასაკობრივი ჯგუფი ვაქცინას ჯერ ვერ მიიღებს. მათზე ექსპერიმენტული ვაქცინის გამოცდა არ მომხდარა. და მესამე, იმუნიტეტი გამომუშავდება მეორე დოზის შემდეგ და შუალედი 19-დან 42 დღემდეა.
Pfizeris ვაქცინა ვაქცინების ისტორიაში ყველაზე შემჭიდროვებულ ვადებში მომზადდა. ვაქცინის დისტრიბუციამდე მისვლას 5-10 ან 20-28 წელი დასჭირვებია. COVID-19-მდე ვაქცინისთვის მინიმუმი 4 წელი იყო. ავტორიზაციის დასრულებას ელოდებიან მომავალი ვაქცინის სამშობლოში. გერმანიაში ინფიცირებულთა რიცხვმა 1,170,000 გადააჭარბა. მაინცის მთავარი მოედანი ისეთივე ცარიელია, როგორც სხვა ევროპულ ქვეყნებში. ვაქცინა გვაქვს, მაგრამ ვირუსს არ უნდა გავუთამამდეთ, რადგან დროა საჭირო, სანამ პრეპარატი რის ჯგუფს გასცდება. მაინციდან Pfizeris საწარმოში მივდივართ. ეს Pfizeris საწარმოა ყველაზე დიდი ევროპაში. აქ აკეთებენ მაინცში შექმნილ ვაქცინას, რომელსაც მსოფლიოს იმედს უწოდებენ. 2021 წელს დაგეგმილი 1,300,000,000 დოზიდან ნახევარზე მეტი ბელგიაში უნდა მომზადდეს. ევროპული ბაზარი მთლიანად პურსმა უნდა დააკმაყოფილოს. ასევე მესამე ქვეყნებისთვის, მაგალითად საქართველოში გასაგზავნად, ვაქცინის დისტრიბუცია ბელგიის პატარა ქალაქიდან პურსიდან განხორციელდება. იმედის კვირის მაყურებელი ახლა ნახავს პროცესს თუ რა გზას გადის ვაქცინა დისტრიბუციამდე. აქ ვაქცინას ჩამოსასხმელად ამზადებენ და იწყება COVID-19-ის წინააღმდეგ მომავალი ოქროს ნემსის თითო დოზის ბოთლში მოთავსება. თითოეული ბოთლის ინსპექტირება, სპეციალურ ყუთებში შეფუთვა და რაც Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით ლოჯისტიკური თვალსაზრისით ყველაზე რთული კომპონენტია, მისი შენახვა. ეგრეთ წოდებული ცივი ჯაჭვი -74 გრადუსზე სპეციალურ მაცივრებში. დისტრიბუციისთვის გადასატანად ეგრეთ წოდებულ ფრიზერებში მოთავსება და ვაქცინა უკვე დანიშნულების ადგილზე გასაგზავნად მზადაა. ავტორიზაციის მიღებიდან რამდენიმე საათში ამ კვირაში პურსიდან გაიგზავნა ბრიტანეთში ვაქცინის 800,000 დოზა. პურსი აქამდე მაღალგრადუსიანი დუველით იყო ცნობილი, დღეს ლუდთან ერთად ვაქცინით. 17,000 ადამიანი დასახლებულ პურსს, სადაც Pfizer-მა საწარმო 1962 წელს გახსნა, დღეს სტრატეგიული მნიშვნელობა მიენიჭა. პურსის მერის საწარმოს იდეალურ მდებარეობაზე გვესაუბრება. Pfizer-ი ანტვერპენსა და ბრიუსელის აეროპორტს შორისაა. ლოკაცია უნიკალურია. როდესაც ჩვენ ისეთ სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტს აწარმოებ, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით უნდა გავიდეს, გადამწყვეტია სად იმყოფები და უპირატესობა შენს სისწრაფეშია. პურსიდან 20 წუთზე ნაკლები დრო გჭირდება ბრიუსელის აეროპორტამდე და 20-30 ანტვერპენის პორტამდე. საშობაოდ პურსში ყველა ოჯახში მაგიდასთან თითო ცარიელი სკამი COVID-19 დაღუპულების ხსოვნას მიეძღვნება. ვიღებ წარმოუდგენელი რაოდენობით წერილებს, მთხოვენ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და რადგან აქვე ვართ პირველები ავიცრათ. შუამდგომლობაც მთხოვეს ოჯახის წევრებისთვის 2 დოზის გასაგზავნად. მესმის ყველა ვნერვიულობ თუ როდის იქნება ხელმისაწვდომი ოქროზე ძვირფასი სითხე, მაგრამ მასპინძლობა უპირატესობას ვერ გვანიჭებს. ევროკავშირში იმუნიზაციის პარალელურად აქტიური საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას იწყებენ, რათა ეგრეთ წოდებული ანტივაქსერების ვაქცინის ეფექტიანობაში დარწმუნება მოხერხდეს. ბევრისთვის ჯარმოს მონაცემები, რომ ყოველწლიურად ვაქცინაცია 3 მილიონ ადამიანს სიცოცხლეს უნარჩუნებს, საკმარისი არ არის. ვაქცინაზე უარის თქმა გლობალური ჯანმრთელობისთვის 10 ყველაზე დიდ საფრთხეს შორისაა შესული. ატვისვცემ იმ ადამიანების არჩევანს, ვინც ვაქცინაზე უარს ამბობს. რისკი მესმის მაინც არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ რადგან ყველას გვეხება და ესწრე უნდა გავარღვიოთ, თუ მთავრობა იტყვის, რომ ეფექტიანია, მაშინ ყველა ავიცრათ. აცრა უფასოა და ნებაყოფლობითი. სავალდებულო ჯერ ვერც იქნება, რადგან ვაქცინის მოცულობა ლიმიტირებულია. მსოფლიო ჯანდაცვის უპრეცედენტო კრიზისმა პროფესიონალებს შორის კონკურენციისთვისაც არ დატოვა სივრცე. 7 მილიარდი ადამიანის აცრას ერთი კომპანიის შესაძლებლობა ვერ გაწუდება. რაც უფრო მეტი ეფექტიანი ვაქცინა იქნება, მით უფრო სწრაფად დაამარცხებს მეცნიერება ვირუსს. დღეს მსოფლიოს 2 მტერი უშლის ბნელი გვირაბიდან გამოსვლას, COVID-19 და დრო.